ქრისტეს შობა 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი. რატომ აღნიშნავს შობას 7 იანვარს მხოლოდ საქართველოს, რუსეთი, სერბეთი და ისრაელი? დანარჩენი ყველა ქვეყანა კი 25 დეკემბერს. მოკლედ და მარტივად. არსებობს ორი კალენდარი. იულიუსის კალენდარი, რომელიც იულიუს კეისარმა ქრისტეს შობამდე 46 წელს შექმნა. იქედან 2 წელიწადში კი გარდაიცვალა. რა ეგონა თუ მისი კალენდარი ყოველ წელს 11 წუთით ჩამორჩებოდა მზის ციკლს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრმა იცოდა შუა საუკუნეებში, არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მანამ სანამ რომის პაპმა გრიგოლ მე-13-მ 1582 წელს არ დათვალა ყველა დანაკლისი 11 წუთი და კაცობრიობას სრულიად ახალი და ყველაზე ზუსტი კალენდარი არ წარუდგინა. სახელიც თავისი დაარქვა, გრიგორიანული. ქვეყნებს გამოუჩნდათ დიდი თავსატეხი, რომელი კალენდარი აერჩიათ. საქართველოს იმდროინდელმა მთავრობამ რუსეთის გზა აირჩია და 1918 წელს გადავიდა ახალ გრიგორიანულ კალენდარზე. იულიუსის კალენდრიდან გრიგორიანულ კალენდრამდე 20 საუკუნე იყო გასული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი წლის დანაკლისი 11 წუთი უკვე 13 დღის დანაკლისი გვაძლევდა. ეს დანაკლისი უნდა გაესწორებინათ. ამიტომაც ძალიან მარტივად, იმავე წლის 31 იანვრის მომდევნო დღედ არა 1 თებერვალი გამოცხადდა, არამედ პირდაპირ 14 თებერვალი. დანაკლისით შეივსო. ეკლესია არ გაყვა საერო კალენდარს და მან ისევ ძველი საეკლესიო კალენდარი აირჩია. ორი დიდი მიზეზის გამო. რომის პაპი გახდათ კათოლიკე და ჩვენთვის ეს გამოდიოდა კათოლიკური ეკლესიის გავლენა. და მეორე მიზეზი იყო ის, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლი მხოლოდ ძველი კალენდრით გადმოდიოდა. შესაბამისად, ეკლესიამ შეინარჩუნა ყველა ის ქრისტიანული თარიღები, რომლებიც არ ემთხვეოდა საერო კალენდრის თარიღებს. მაგალითად, ნამდვილი გიორგობა 23 ნოემბერს არ არის. უბრალოდ 23-ში მოუწია ახალი სტილით. რეალურად ნამდვილი საეკლესიო სტილით გიორგობა 13 დღით უკან 10 ნოემბერს აღინიშნება. ანუ საეკლესიო კალენდრით ნამდვილი გიორგობა აღინიშნება 10 ნოემბერს. ეს იგივეა, რაც მე რომ სახში ძველი კალენდარი მქონდეს, დღეები გადავთვალო და ზუსტად 10 ნოემბერს ვიზეიმო ნამდვილი გიორგობა. მაგრამ როგორც კი ფარდას გადავწევ და გარეთ გამოვიხედავ, იქ დამხვდება 23 ნოემბერი. რადგან ეს ძველი საეკლესიო კალენდარი თითქმის არავის არ აქვს და არც არავინ იყენებს, ამიტომ ადამიანების გონებაში გიორგობა 23 ნოემბრად დაილექა. ზუსტად ანალოგიურად ყველა საეკლესიო დღე ახალი კალენდრის წყალობით 13 დღით გადაიწია და ჩვენს გონებაში ახალი თარიღებით დაილექა. ზუსტად იგივეა შობის დღესასწაულზე. უბრალოდ აქ სირთულე ის არის, რომ 1918 წლამდე ბევრად ადრე დაიწერა შობის სიმღერა 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო. სიმღერა დაგვრჩა, მაგრამ კალენდარი გაგვექცა. რეალურად მივიღეთ ის, რომ სამღვდელოებას ძველი სტილის კალენდარი აქვს, ქვეყანას კი ახალი სტილის. შედეგად, თუ სამღვდელოება გადახედავს თავის კალენდარს და იტყვის, რომ დღეს 25 დეკემბერია და შობა, ქვეყანა იტყვის, რომ ჩემთანაც შობა, მაგრამ დღეს 7 იანვარია. თუ ასე გავაგრძელეთ, 2100 წელს იულიუსის კალენდარი კიდევ 1 დღით შეცდება და ჩამორჩება ნამდვილ გრიგორიანულ კალენდარს და შედეგად 2100 წლის შობას არა 7 იანვარს, არამედ 8 იანვარს აღნიშნავთ. ზუსტად იგივე ბედი მოელის ყველა დანარჩენ ქრისტიანულ დღესასწაულებს. მაგრამ ეკლესიისთვის შობა კვლავ 25 დეკემბრად დარჩება. საბერძნეთში ეკლესია დათანხმდა შობა 25 დეკემბერს გადმოიტანა, მაგრამ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად საბერძნეთს დღეს ორი შობა აქვს 25-შიც და 7-შიც. ზუსტად იგივე დღეშია ბელარუსიც და მოლდოვაც. ეს საკითხი შეიძლება ცოტა დამაბნეველია და ბევრი ვიდაოთ 25 თუ 7, მაგრამ ფაქტი ერთია.